ღვიძლი როცა შეაწუხებს ადამიანს და სიმპტომები ექნება, მაგალითად სიყვიტლე ან მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში ტკივილი, უკვე ამ დროს ღვიძლი სერიოზულადაა დაზიანებული, ან მუცელში წყალი რო ჩაუდგება 100 წუთს რომ ეძახიან. ეს უკვე ძალიან გვიანი ეტაპია, აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ, რა თქმა უნდა. სინამდვილეში ღვიძლი ზიანდება ნელ-ნელა წლების განმავლობაში და გეტყვით იმ 7 ყოველდღიურ რამეს, რასაც მათ შორის საკვებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველ დღე და ღვიძლს ვაზიანებთ ჩუმად და ნელ-ნელა. ეს პრობლემა დიდია თუ არა? კი, დიდია, იმიტომ რომ ადამიანების 30% აქვს ღვიძლის გაცხიმოვნება, ანუ ღვიძლი დაზიანებული აქვს და ეს წლების განმავლობაში ნელ-ნელა გრძელდება. პირველი და მთავარი ტოქსინი, რასაც ხშირად ვიღებთ, არის ალკოჰოლი. ალკოჰოლი ბევრმა იცის, რა თქმა უნდა, რომ ღვიძლისთვის ცუდია, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტოქსინია ღვიძლისთვის, იწვევს ღვიძლის ანთებას, ცხიმების დაგროვებას და ბოლოს ფიბროზს. ალკოჰოლი, როცა დავლევთ, გარდაიქმნება აცეტალდეჰიდად, შუალედური პროდუქტია და ეგ არის პირდაპირ ტოქსინი ღვიძლისთვის, მიტოქონდრიას აზიანებს, უჯრედებს აზიანებს და კლავს უჯრედებს და მერე ღვიძლის უჯრედების დამცველობითი სხვა უჯრედები აქტივდება, რომელიც იწვევს ფიბროზის განვითარებას და ფიბროზი კიდე ფიბროზული ქსოვილი, რომელიც ღვიძლში ამ დროს ვითომ განვითარების დაცვისთვის და კომპენსირებისთვის წარმოიქმნება, სინამდვილეში არის დამაზიანებელი, მოკლედ, და უფუნქციო. და ადამიანს ემართება ფიბროზი ნელ-ნელა და ფიბროზი თუ გაძლიერდა, ის შეუქცევადია მერე და ვითარდება ციროზი, ღვიძლის დაშლას რომ ეძახიან და რომელიც მერე უკვე შეუქცევადი პროცესია. ალკოჰოლი ასევე იწვევს ცხიმების წარმოქმნას ღვიძლში თითქმის 100%-ს ადამიანებისას, ვინც სვამს რეგულარულად, მათ აქვთ ღვიძლის გაცხიმოვნება. ალკოჰოლისგან გამოწვეული გაცხიმოვნება და ვინც რეგულარულად იღებს ალკოჰოლს, მათ დაახლოებით 20%-ს განვითარდება ციროზი ჯამში, თუ არ შეწყვეტენ მის მიღებას. უსაფრთხო ზღვარი მიიჩნევა, რომ არ არსებობს, თუმცა ანუ ძალიან ისე თუ ვიტყვით რა, რომ რაღაცნაირად მაინც შეიძლება თუ არა ერთი ჭიქა კაცებისთვის შედარებით ნაკლებად საზიანოა, ანუ ისიც ყოველდღე არა. და ქალებისთვის ერთი ჭიქაც მიიჩნევა, რომ საზიანოა და ერთი ჭიქა ალკოჰოლიც უკვე ზრდის რისკებს, მათ შორის კერდის კიბოს რისკს. 2-3 ჭიქას თუ სვამს ადამიანი დღეში უკვე მნიშვნელოვნად უზიანდება ღვიძლი და მეტზე აღარა საუბარი. ადამიანები ამბობენ, რომ აი თვეში ერთხელ თუ დავლევ, ან 2 თვეში ერთხელ თუ დავლევ რა არის და საუბარია ხოლმე, რომ ზოგჯერ 1 ლიტრა, თქვათ, ღვინოზე და ზოგჯერ მეცაც გაჩნია. ან 5 ჭიქა არის, 5 ჭიქა მიიჩნევა, 5 ჭიქას თუ გაცდები, მიიჩნევა, რომ ეს არის დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ბევრად უფრო ჩქარა აზიანებს ღვიძლს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შედარებით იშვიათად მიიღო, ვიდრე თითო ჭიქა ყოველ დღე. შესაბამისად, ეგ უარესია, მეტიც, მაგალითად, თუ კი ადამიანი თვეში ერთხელ სვამს და სვამს ბევრს, მის ღვიძლში ანთება იმდენად გამოხატულია, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად სვამს, რომ ALT-AST, რომელიც ანთების მთავარი ნიშნებია და ინდიკატორებია ღვიძლისთვის, იმატებს ერთი დალევის მერეც კი, ანუ ერთი დალევაც კი საკმარისია, რომ 50%-ით მოიმატოს ALT-AST. ამდენად აზიანებს ღვიძლს. შესაბამისად, ცუდია და ერთ-ერთი ყველაზე ცუდია ესე დიდი რაოდენობით დალევა. ასევე აი ამ დიდი რაოდენობით დალევას ახასიათებს პანკრეატიტის განვითარება, პანკრეატიტი ძალიან სერიოზული მდგომარეობაა და ჰოსპიტალიზება ჭირდება და ასევე გულისთვის არის მავნებელი და ამიტომ გულის დაავადებები და არითმიები განსაკუთრებით ბევრის დალევის მერე და ინფარქტიც სხვათა შორის ხშირად ვითარდება. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ღვიძლს აზიანებს, არის აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი და ადამიანები თვლიან, არა მარტო ზოგადად ადამიანები, არამედ მედიცინაშიც მიიჩნევა, რომ აცეტამინოფენი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ანუ იგივე პარაცეტამოლი, უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებელია, უსაფრთხო სიცხის დამწვევია, რომელიც ბავშვებში ძალიან დაბალი ასაკიდან ინიშნება. იმ ადამიანებში, ვისაც კუჭი აწუხებს და არ შეუძლიათ ასპირინის, იბუპროფენის, დიკლოფენაკის, ნაპროქსენის და სხვა ანთებისაწინააღმდეგო სტეროიდების მიღება მათთვისაც უმეტესად
რეკომენდირებულია აცეტამინოფენის მიღება, მაგრამ აქვს ესეთი თვისება, რომ ჰეპატოტოქსიურია, ანუ ღვიძლისთვის არის აზიანო და აქ არის ერთი ნიუანსი ოღონდ, რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ესე არ არის, რომ თქვათ ძალიან მცირე რაოდენობით მიიღოს პარაცეტამოლი ადამიანმა ღვიძლი დააზიანოს, ესე არ ხდება. მოკლედ ეგრეთ რაღაცაა, რომ როცა მიიღებს პარაცეტამოლს, ის დაიშლება ორ ძირითად კომპონენტად, ну სხვა მეტაბოლიტებიც აქვს, მაგრამ ძირითადი რაც არის და იქიდან ერთ-ერთი არის ძლიერი ტოქსინი. მაგრამ ამ ტოქსინს ანეიტრალებს გლუტათიონი. გლუტათიონი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში და ჩვენი მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რა ჩვენს ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა. და თუკი ადამიანს აქვს ნაკლებობა გლუტათიონის და თან მიიღო მაღალი დოზით პარაცეტამოლი, აი ამ დროს შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ოქსიდაციური სტრესი, უჯრედების დაზიანება და ღვიძლის დაზიანება. ზოგიერთ შემთხვევაში სხვა წამლებსაც თუ იღებს, მაგალითად კარბამაზეპინს ან იზონიაზის, ან რომელიც ისეაც ღვიძლისთვის საკმაოდ მძიმე წამლებია და მათთან ერთად პარაცეტამოლს აქვს ტოქსიურობა. ეს ტოქსიურობა ოღონდ მაღალ დოზებშია ხოლმე, მაგალითად 4000 მილიგრამი და მეტი, 4 გრამი და მეტი რომ მიიღოს ადამიანმა და ამიტომ ყველაზე კარგი არის რომ ერთი შემთხვევით არაურიო რომ არ გეგონოს რომ თქვა პარაცეტამოლი მივიღე და კიდე სხვა რაღაცებს აქვს ხოლმე პარაცეტამოლის შემცველობა. ზოგადად და ამიტომ ერთ წამალს რომ მიიღებ, რომელსაც პარაცეტამოლი ქვია, ან აცეტამინოფენი ქვია, სხვა წამალი, რომელშიც პარაცეტამოლი შედის ასევე არ უნდა მიიღო, ну ამას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება. ეგ არის ხოლმე ერთი არევა ანუ პრეპარატების ერთ-ერთი მთავარი რატომაც პარაცეტამოლით იწამლებიან ხოლმე ადამიანები და მეორე არის რომ დაიცვა დისტაცია, ანუ 6 საათში ერთხელ რომ ორგანიზმმა მოასწროს, ღვიძლმა მოასწროს განეიტრალება. ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი და თუ მაინც მოიწამლა ადამიანი პარაცეტამოლით და ტოქსიურობა განვითარდა ღვიძლის, პირველ 8 საათის განმავლობაში N-აცეტილცისტეინს თუ მიაწვდიან, ეს არის გლუტათიონის წარმომქმნელი ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვანი წამალია, რომელიც ACC-ის სახელით შეიძლება იცნოთ და ანეიტრალებს აი ამ პარაცეტამოლით მიიღებულ თავისუფალ რადიკალებს და ღვიძლს იცავს თითქმის 100%-ით, მოკლედ, ანუ მაშინაც კი თუ ღვიძლი დააზიანა პარაცეტამოლმა, თუ მალევე უმკურნალებ გადაარჩენ ღვიძლს აი ამ N-აცეტილცისტეინით, ესეთი მაგარი წამალი არსებობს რეალურად, რომელსაც ღვიძლის დაცვა შეუძლია კრიტიკულ სიტუაციაში. მესამე მნიშვნელოვანი რაც ღვიძლს აზიანებს არის ფრუქტოზა. ფრუქტოზა არის შაქარი. ფრუქტოზა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შაქარია, მოკლედ ამ მხრივ. რატომ? იმიტომ რომ de novo lipogენეზს იწვევს, ანუ ასტიმულირებს ცხიმების წარმოქმნას. და ამ შაქრიდან ფრუქტოზისგან ღვიძლში წარმოიქმნება ცხიმი. და ეს ცხიმი ჩაჯდება ღვიძლში და იწვევს ანთებას, და იწვევს ინსულინ რეზისტენტობას. ამიტომ ჯამში ძალიან მავნებელია, მოკლედ განსაკუთრებით თუ ფრუქტოზას მიიღებ სასმელებისგან, სასმელები შეიცავს შაქარს რო იღებ, შაქარს რო მიიღებ, შაქრის ნახევარი ფრუქტოზა, ან ნახევარი ფრუქტოზა, ნახევარი გლუკოზა, ეგაა ჩვეულებრივი სუფრის შაქარი რაც არის და შაქარი რასაც აქვს დამატებული ბევრი, მაგას რო იღებ, ფრუქტოზასაც იღებ ავტომატურად. შესაბამისად, ეს სასმელები, კოლა და ესენი, რომელიც შაქარს შეიცავს, ან ხილის წვენები რაცაა, რომელიც შაქარს შეიცავს და ფრუქტოზასაც შეიცავს ბევრი, ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილად ზიანდება ღვიძლი, იმიტომ რომ ბევრი ცხიმი წარმოიქმნება და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა და ღვიძლის გაცხიმონებაში დიდი როლი მიუძღვის ფრუქტოზას. მაშინ როცა გლუკოზას შედარებით ნაკლები როლი აქვს. აქ არ უნდა აგვერიოს ოღონდ ის, რომ შეიძლება იფიქროთ, რომ ხილიც ხომ ფრუქტოზას შეიცავს. ანუ ფრუქტოზა არის ხილის შაქარი ზოგადად და თუ ხილის შაქარი, ანუ ფრუქტოზა მავნებელია, ესე იგი ხილის მავნებელია. ხილი მავნებელი არ არის. რატომ? იმიტომ რომ ხილი ჯერ ერთი დაბალი დოზით შეიცავს ფრუქტოზას, მეორე ნელა შეიწოვება, იმიტომ რომ ბოჭკოვას შეიცავს ხილი და პირდაპირ დიდი რაოდენობით ფრუქტოზა არ შედის ორგანიზმში და ასევე სხვა სასარგებლო ნაერთებს შეიცავს ხილი, რომელთაც ვიტამინებს, მინერალებს, რომელთაც დიდ სარგებელს იღებს ადამიანი, ანტიოქსიდანტებს, მათ შორის პოლიფენოლებს და ის პოტენციური ზარალი, რომელიც ფრუქტოზას შეიძლება მოქონდეს,
ნეიტრალდება და პირიქით ბენეფიტებია. ანუ ხილის მიღება არათუ არ არის საზიანო, არამედ სასარგებლოა და მეტიც რომ დაადგინეს ადამიანები, რომელსაც ღვიძლის გაცხიმოვნება ემართებოდათ და შეადარეს როგორ იკვებებოდნენ. ის ადამიანები უმეტესად იკვებებოდნენ ფრუქტოზით იკვებებოდნენ, მაგალითად სასმელებს იღებდნენ, ტკბილსასმელებს, შოკოლადებს ჭამდნენ, ნამცხრებს ჭამდნენ და ესე, ანუ დამატებულ შაქრებს იღებდნენ. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ხილს ჭამდნენ და ასე იღებდნენ ფრუქტოზას, მათ არ ჰქონდათ ღვიძლის გაცხიმოვნება. ანუ ხილს რეალურად დამცავი ფუნქცია გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ჟღერს რომ ისიც შეიცავს ფრუქტოზას, სინამდვილეში არ არის მავნებელი ღვიძლისთვის. ეს დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. ამიტომ არ არის პრობლემა მოკლედ ხილის მიღება. ისე კი საფრთხიანი დოზა ფრუქტოზის არის დღეში 50 გრამი, 25 გრამიდან 50-მდე მაინც არასასურველად მიიჩნევა და 25 გრამამდე ფრუქტოზის მიღებას არ აუშავს დღის განმავლობაში ორგანიზმისთვის. დიდი პრობლემა ეგ არ არის. მეოთხე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც ღვიძლის დაზიანება შეუძლია, არის ტრანსცხიმები. ტრანსცხიმები შეიცავს მარგარინი და ესეთ ყველაზე არაჯანსაღი ცხიმი არის ტრანსცხიმი მოკლედ და იწვევს ღვიძლის ანთებას, ოქსიდაციურ სტრესს, ინსულინ რეზისტენტობას, ცუდი ქოლესტერინის მომატებას შესაბამისად, ანუ ყველაფერი ცუდი მოაქვს ტრანსცხიმებს, ამიტომ ტრანსცხიმები არის მაქსიმალურად აკრძალული და მაქსიმალურად შეზღუდული და სასურველია რომ შეიცავდეს ნული კონდეს შემადგენლობა ტრანსცხიმების ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც მიიღებ, თუმცა ნული არ აქვს. როგორც წესი ამ ჩვენ პირობებში, რასაც ვჭამთ იმ თქვა საცხობის პროდუქტებს, როგორც წესი ნული არ აქვს. მეტიც ტრანსცხიმები ხო გასაგებია, ცუდია, მაგრამ ნაჯერი ცხიმებიც ცუდია. ანუ სხვა ცხიმებიც იწვევენ ღვიძლში შეიძლება დაგროვდეს და გამოიწვევს ანთება, მაგალითად ნაჯერმა ცხიმებმა და გამოიწვევს ასევე ლიპოტოქსიურია. ანუ შეუძლია რომ უჯრედებში ენდოპლაზმური ბადე დააზიანოს და უჯრედებისთვის ეს სტრესია, მე უჯრედის სიგრძის იწვევს და ასევე ინსულინ რეზისტენტობას იწვევს. ან ნაჯერ ცხიმებსაც პრობლემა მოაქვს. აი ნაჯერ ცხიმებს მიეკუთვნება კარაქი ცხოველური ცხიმები, ესენია ნაჯერი ცხიმები და ანუ არც ტრანსცხიმები არ არის კარგი, არც ნაჯერი ცხიმები არ არის კარგი. ხო, მე სულ ადამიანები ამბობენ ხოლმე იმას, აბა რა ვჭამოთ, თუ ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება. ხო, ცხიმების ჩანაცვლება სასურველია, რომ ჩანაცვლეს ჯანსაღი ცხიმებით და ეს არის ზეთისხილის ზეთი, ეგ არის ყველაზე საუკეთესო ალტერნატივა. თუ კი გინდათ და ეგ მიიჩნევა საუკეთესოდ გულსისხლძარღვთა სისტემისთვისაც და ღვიძლისთვისაც. თუ გინდათ ღვიძლის დაცვას და თქვენი სისხლძარღვების დაცვას, მაშინ უნდა ჩაანაცვლოთ ზეთისხილის ზეთით. ეგ არის საუკეთესო ნებისმიერი ცხიმი, რომელსაც იღებთ დღის განმავლობაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ცხიმის მიღება შედარებით ნაკლებად მავნებელია ღვიძლისთვის, ვიდრე შაქრების. ანუ შაქრებით უფრო ადვილად შესაძლებელია ღვიძლის გაცხიმოვნება, ვიდრე ცხიმის მიღებით. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ თითქოს ადამიანს ეჩვენება, რომ ინტუიციურია, რომ ცხიმის მიღება უნდა გამოიწვევს უფრო მეტად გაცხიმოვნებას, სინამდვილეში ესე არა. და მეხუთე, რაც იწვევს გაცხიმოვნებას, ეს არის აფლატოქსინი. აფლატოქსინ B განსაკუთრებით, რომელიც არის მუტაციას იწვევს P53 გენის და სიმსივნის სუპრესორი გენია, ეგ და სიმსივნეებისგან გვიცავს და როცა მე მაგ გენის მუტაცია ხდება, ვეღარ გვიცავს სიმსივნისგან და ღვიძლის სიმსივნე ვითარდება და ჰეპატოცელულარული კარცინომა ვითარდება. და აფლატოქსინი ძალიან საშინელი ტოქსინია, რომელიც არის ხოლმე მიწის თხილზე და ასევე მიწის თხილზე სოკო ის ასპერგილოსის სახეობები იზრდება და ეს სოკო გამოყოფს ამ ტოქსინს და შემდეგ თუ კი არასათანადო პირობებში არის ეს მიწის თხილი, ეს სოკო მრავლდება ზე და აფლატოქსინით არის დაბინძურებული. ეგა ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კომპონენტი მიწის თხილის შესახებ და თან ეს აფლატოქსინი უძლებს ტემპერატურას. ეს არის კიდე ცუდი, რომ ანუ ის რომ თქვათ მოვხალოთ მიწის თხილი და კარგად იყოს ყველაფერი, ესე არ ხდება. და ამიტომ დამალული მნიშვნელოვანი რისკია. ასევე ეს სოკო იზრდება სახლის პირობებშიც. თუ კი მაგალითად მიწის თხილი იყიდე, შეინახე ნესტიან ადგილად და სათანადოდ არ არის გამოშველი, გამრავლდება ეს და დააზიანებს იმას მიწის თხილს და მე შენს დაგაზიანებს.
ძალიან ძლიერი ტოქსინია, მოკლედ ეს აფლატოქსინი და შეიძლება სუნი არც გქონდეს. ხო, გაფუჭებული თხილს აქვს სუნი კი, როგორ არის სოკო თუ აქვს, მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე რომ აფლატოქსინი დაზიან ის დაბინძურება ისე ხდება ამ მიწის თხილის, რომ სუნი ან გემო ისეთი მკვეთრი არ აქვს და ადამიანი შეიძლება იფიქროს, რომ არაფერი არ არის. ასევე არ მარტო იმას ახასიათებს, მარცვლოვნებსაც ახასიათებს აფლატოქსინი, სიმინის განსაკუთრებით, თუ სიმინი სათანადო პირობებში არ იქნა შენახული, აფლატოქსინის გამრავლება ძალიან ცუდია და მე სხვათა შორის აჭმევენ ხოლმე ცხოველებს იმას ძროხას და ის ძროხაში გადადის აფლატოქსინი და რძით მე ყველში და ისევ ადამიანი ჭამს იმას, ანუ ყველი და რძის პროდუქტებიც კი შეიძლება იყოს დაბინძურებული, თუ თვითონ ძროხა ჭამს ეგეთ დაბინძურებულ მარცვლეულს. ასევე სხვა თხილებსაც შეიძლება ქონდეს აფლატოქსინი, ჩვეულებრივ თხილს, ნიგოს და ესე ნებისმიერ თხილეული არის, თითქმის ყველაფერს შეიძლება ქონდეს. ამიტომ ყურადღებაა საჭირო, მეტიც წიწაკებსაც შეიძლება ქონდეთ. მათ შორის შავ წიწაკას, პაპრიკას, ჩილის. შესაბამისად ყურადღებაა საჭირო და სათანადო პირობებია ამიტომ რომ ამბობენ რომ მაგალითად მშრალ და გრილ ადგილზე შეინახეთ ის პირდაპირ გაგებით ნიშნავს მშრალ და გრილ ადგილს რადგან სიცოცხლისთვის საფრთხე შეიძლება წარმოგდოს თუ კი თბილ და ნესტიან ადგილას შეინახავ. მეექვსე და მეშვიდე მიზეზები არის ბევრის ჭამა და ერთ ჯერზე ბევრის ჭამა. ესენი განსხვავებულია იმიტომ რომ შეიძლება ჯამში ბევრი ჭამო, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ღვიძლის გაცხიმონების და ცხიმების ჩალაგების ღვიძლში, მაგრამ შეიძლება ჯამურად ბევრი არ ჭამო, მაგრამ ერთ ჯერზე ჭამო დიდი პორციები. ესეც ცუდია ღვიძლისთვის, იმიტომ რომ დიდ პორციას რო იღებ ჯერს ერთი ორგანიზმისთვის ოქსიდაციური სტრესია ეს და აზიანებს მთლიანად ორგანიზმს და მეორეც ერთი კიდე ღვიძლში ცხიმების სინთეზი ძლიერდება. მიუხედავად იმისა, რომ დღიური მე ღვიძლი დააბალანსებს თუ დღიური კალორიულობა არ იქნა იმდენი, ღვიძლი დააბალანსებს ამას და ძალიან პლუსებში არ წახვალ, მაგრამ ჯამურად ინსულინ რეზისტენტობას გამოიწვევს ღვიძლისას დაახლოებით 10-20% დაძლიერებს ინსულინ რეზისტენტობას და ინსულინ რეზისტენტობა რო გაძლიერდება, მერე უკვე ინსულინი უფრო და უფრო მეტი გამოიყოფა, უფრო და უფრო მეტად მოშივდება ადამიანს. ჯამში უფრო მეტ შეჭამს და ბოლოს მაინც ღვიძლის დაზიანებამდე მივალთ. ამიტომ მოკლევადიანად ხო ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, ეხლა დიდ პორციას შევჭამ თუ არ შევჭამ, ჩემი ღვიძლი ამას გაუმკლავდება, თავიდან მართლა ასე იქნება, ოღონდ ჯამში დაგაზიანებს. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს, რომ პორციები იყოს პატარა, დიდი პორციები არ იყოს. და ზედმეტიც არ ჭამო, ეგაა მნიშვნელოვანი. და თუ კი გიყვარს იშვიათად ჭამა, ხო? როგორღაც ისე უნდა მოახერხო, რომ შეგვიძლია ორჯერ ჭამო, მაგრამ დაიცვა პორციის ზომები, ისე რომ ძალიან ბევრი არ ჭამო ერთ ჯერზე. ან 3-ზე გადაანაწილო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გიყვარდეს იშვიათად ჭამა. მაგრამ ორგანიზმისთვის და ღვიძლისთვის მნიშვნელოვანია, რომ დიდი პორციები არ მიიღო. ახლა ვთქვათ რა არის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ღვიძლი დავიცვათ. პირველი, თუ ჭარბწონიანი ხარ, უნდა დაიკლო ეს 100%, იმიტომ რომ აი 300 კალორიის შეზღუდვაც კი დღის განმავლობაში 300-ით ნაკლები რო ჭამო, უკვე ღვიძლის განცხიმოვნებას ამცირებს რამდენიმე კვირაშიც კი, აი ამდენად ესეთი ის აქვს შესამჩნევი ეფექტი აქვს. მეორე მნიშვნელოვანი ის გაკეთება შეგვიძლია ეს არის, რომ ფრუქტოზის დონე შეამცირო, ანუ ტკბილი შეამცირო და თხევადი სიტყვება შეამცირო, მოკლედ წვენები, კოლა და ეს რაღაცები, ლიმონათები და ხილით ჩაანაცვლო, ეგ არის საუკეთესო. ვარჯიში, იმიტომ რომ ვარჯიში ამცირებს, ვარჯიში მოკლედ ამ ზედმეტ შაქრებს გადაანაწილებს კუნთებში და 80% მიდის კუნთებში და შესაბამისად იმის მიუხედავად შენ ზედმეტ წონა გაქვს თუ არა, ღვიძლს მაინც იცავს ვარჯიში. ანუ ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კვების მხრივ ის გაკეთება შეგვიძლია ხმელთაშუა ზღვის დიეტა მიიჩნევა საუკეთესოდ, ზეითუნის ზეთი, ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ბოჭკოვანის მიღება, ეგ არის აზრი ხმელთაშუა ზღვის დიეტის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, EPA plus DHA დაახლოებით 2 გრამი რო იყოს დღეში, საუკეთესოა რომ მიიღო, ღვიძლს იცავს, ღვიძლის დამცავი ფუნქცია აქვს და ანთებას ამცირებს და ყავა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავია სხვათა შორის ღვიძლის, ვინც რეგულარულად სვამს ყავას, დაახლოებით 30-50% ნაკლებად ემართებათ ფიბროზი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება ყავას. ამიტომ დღეში 2-3 ჭიქა მნიშვნელოვნად იცავს
ღვიძლს და რა თქმა უნდა ტრანსცხიმები არ უნდა დაგავიწყდეს, ტრანსცხიმების ამოღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, თუ გინდათ რომ დონაციები გააკეთოთ და განვითარებაში დაეხმაროთ ამისთვის, ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ყველას, ვინც რითი მიწყობთ ხელს ჩემთვის ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერის გამოხატულება ძალიან დასაფასებელია. არ აქვს მნიშვნელობა ეს დონაცია იქნება თუ დალაიქება იქნება თუ დაკომენტარება იქნება, ან თქვენი მცდელობა, ვისაც რისის შესაძლებლობა გაქვთ, ეგ ძალიან გასახარია და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს. მადლობა რომ გაინტერესებთ.